ისე ალბათ ვერ შევწებოდი ნამდვილად. თბილისში ახალი წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა გაიხსნა. კერძო სკოლა დიღმის მასივში მდებარეობს და მოსწავლეების განკარგულებაში 4 სართულიანი შენობის 3700 კვადრატული მეტრი იქნება. სკოლაში მოსწავლეები საცურაო აუზით, ღია და დახურული სპორტული დარბაზებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით ისარგებლებენ. სკოლაში მოსწავლეებისათვის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და ხელოვნებისა და სპორტული წრეები იმუშავებს. სკოლა დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა და შენობა დაათვალიერა. 500 მოსწავლეზე გათვლილ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში 32 ადამიანია დასაქმებული. ერთი სკოლა შეემატა თბილისს და თითოეული ახალი სკოლა, თითოეული გახსნილი ახალი საბავშვო ბაღი, სამოთხური, ესტაკადა, გზა თუ გვირაბი, ნებისმიერი ინფრასტრუქტურა მიანიშნებს იმას, რომ ჩვენი ქალაქი ვითარდება და სწორედ სკოლების გახსნა, სწორედ სამოთხურების გახსნა, სწორედ საბავშვო ბაღების გახსნა და სწორედ აი ის სიმრავლე ახალი ობიექტების ერთის მხრივ მეუთითებს იმას, რომ ქვეყანა და ქალაქი ვითარდება, რომ თითოეული ამ ობიექტზე უამრავი ადამიანია დასაქმებული, მეორეს მხრივ ეს არის საზოგადოების ნათელი სურვილი იაროს წინ და არასდროს დაბრუნდეს წარსულში. სკოლა ყველანაირად მზად არის იმისათვის, რომ შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება ჩვენ მოსწავლეებს. სკოლაში დასაქმებული არიან კადრები, პედაგოგები, რომლებსაც გაიარეს მრავალი ტრენინგი.